შეგიძლიათ ანეკდოტი. ზოგადად ჩვენი ცხოვრება, ღმერთს მადლობა, უფრო ანეკდოტია რა. აი, დედაჩემს ვეუბნებოდი სანამ შოუზე წამოვიდოდი, რომ ხო, რა უნდა მოუყვე კაცო, ანეკდოტები არც მახსოვს, არც ვიცი მეთქი და თქვენ სულ ანეკდოტი არ ხართ, რამე მოყევია ცხოვრებიდანო და რაღაც უნდა მოუყვე ახლა ესეთი, ოჯახიდან ის მახსენდება, რომ ჩვენ რო დავოჯახდით რა, პირველი დღე როცა გუჯამ წამიყვანა, გავიპარე ასე ვთქვათ. ეხლა დედაჩემთან ხო უნდა დაერეკა ზარი უნდა დაერეკა, რომ უთხრას, რომ თქვენი ქალბატონი ჩემთან არის. ხა დედაჩემმა არ იცოდა, რომ უნდა წამიყვანოს, არავინ არ იცოდა. რო წაიყვანა. ჯაზე წამიყვანა, კი, საღამოს სადღაც 9-10 საათია, რომ გუჯა მოდიო დავრეკოთო, ტაქსში ვზივართ ამ დროს, მივდივართ გუჯას მეგობართან. გუჯა სხვათა შორის სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა და ტაქსით მომიტაცა. და წამიყვანა თავის მეგობართან, რომელიც იქ ცხოვრობდა. ძალიან კარგი. ხო და ტაქსში ვზივართ ახლა უკან და გუჯამ მოდი დავურეკავა შენი ტელეფონით და ვეტყვი რომ ქალმა არ ინერვიულოსო რომ ჩემთან ხარო. ურეკავს და აქ ზის გუჯა, აქ ვზივარ მე და აქ გუჯას უჭირავს აი ესე ტელეფონი. ხო და აქედან აქ მესმის რა ტელეფონიდან, იმიტომ რომ ველოდები ახლა ეს დედაჩემი რა სიტყვის. თან ნერვიულობ, ეს ნერვიულობს და გუჯამ რაღაცა აი ქალბატონო ინგა თქვენი ქალიშვილი ჩემთან არის და არ ინერვიულობ და იქიდან მესმის ხმა. ჩემი ბაღანა ის ახლა და მებრუნე. აჭარელია და ანუ ესეთი მომენტი. გუჯა ყველა სუპრაზე მაგაზე ყვება დედაშემსე და ჩემი ბაღანა დამიბრუნე თქვა. ო ისტერიკული კიბილი იყო იქიდან ჩემი ბაღანა სახში დამიბრუნე. მაგრამ ვერ მივართვით არ დააბრუნა და აგერ ჩვენიერი გუჯა